Salami მეგობრებო, მოგესალმებით ჰოლსტის არხიდან და დღეს ჩვენ ბავშვებისთვის მოგვიწევს რომ კარგი რაღაცები ავაწყოთ. საბავშვო სამზარეულო ავაწყოთ, ანუ ეზოსთვის, ბავშვებისთვის გასართობი სამზარეულო, სადაც თავის ქვიშით ან სხვა სათამაშოებით ითამაშებენ რა. რისთვისაც ორი პადონი დაგჭირდება, რომელიც უნდა გადაუჭრათ თითეს შუაზე. სიფრთხილეს თავი ასტკივა. მაინც ვამოწმებთ რომ ლუსმანი ხო არა აქ. ესე იგი, პირველი დაბლით ამხარე გვაქვს. ესე იგი, ეს ამას გავუკეთებთ ისე, რომ ეს ზუსტად ჩავა ამაში. ამებს ცოტა წავაჭრით, მეორე მხარე რაც არის იდეაში. ესენი ჩავაჭერით იმიტომ, რომ აი ეს ფიცრები უკან ჩამოწეულიყო, რომ კარგად დავარტყათ მერე. ხო, ჩამოიწია, უკვე შეგვიძლია. დამაგრდა. შემდეგი გამაგრდა და აი აქედან ეს ადგილი სპეციალურად დატოვებული პატარა სკამიც კი გამოგვიდოდა ამისგან გავასუფთავეთ ახალ ფიცრებს ვიღებთ ესე იგი, წინა მხარე დავფარეთ, იმიტომ რომ ბავშვებს არ გაუფუჭდეთ, ამას გავშკურტავთ მერე. აქ არის ზედა მხარე და ვიწყებთ ამ ზედა მხარის დამაგრებას. ეს მხარე იდეაში არის იდეალური. ესე იგი, კუთხებს ეს არის ლენტური საშკურკი არის და აი ამ კუთხეს რო ხელი არ გაიჭრა ეს უკვე გავასუფთავეთ, რომ ხელში ან ხიჭვი ან რამე არ იყოს ბავშვისთვისაში. ეს კუთხეც უკვე აღარ ჭრის, მორბილებულია. ეს არის სამუშაო მაგიდა. ეხა რაც წეეხება ათხოდებს, ეგრედ წოდებულ ათხოდებს, გადავჭრით. გამოვიყენებთ ფაროებად. ერთი და აქაც ორი. გამძლეობა იდეალური. ესე იგი, ვამაგრებთ ფეხებს. რა თქმა უნდა, დაბალი ფეხები უნდა იყოს, რომ ჩვენი საყვარელი შვილები მიწვდნენ. თოლსენის წურუპები. ყარია. მორჩა საბავშვო მაგიდა, გარე მაგიდა, რომელიც შეგიძლიათ წვიმაში იდოს, არაფერი არ მოვიდეს, აქ ითამაშო ბავშვებმა და ამის დასრულებულ ვარიანტს იდეაში ბოლოში გაჩვენებთ უკვე კადრებში, რაში შეიძლება გამოიყენოს ბავშვმა რა. ამას მე დავარქვი children tablet.